მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, აბონციციაშვილი დილის საუბრები კვლავ ეთერშია და კვლავ განაგრძობ თქვენთან საუბარს. არ ვიცი, საიდან გებულობ ამ ინფორმაციებს, საიდან მოდის, არამედ ჩემი ნათელხილვის ამბები უკვე იცით, მაგრამ ნათელხილვის გარდა კითხულობ, უსმენ პოდკასტებს, ამას, ინტერვიუებს, ლაივებს, პრესკონფერენციებს, შემდეგ მაქვს საუბრები საინტერესო ადამიანებთან, მოაზროვნე ადამიანებთან, რომელთა ტვინი არ არის გაჯირჯვებული სპეცსამსახურების პროპაგანდით და რომლებსაც შეუძლიათ აზროვნება. ასეთები ძალიან ცოტანი დავრჩით. თქვენც, ვინც მე მიყურებთ, ხართ იმ minority-ში, იმ ცოტაში. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს დაკარგული აქვს აზროვნების, ბევრ ადამიანს დაკარგული აზროვნების უნარი. მათ შორის ახლა ოპოზიციაზე აღარ მინდა ლაპარაკი. ნახეთ, ხო, გამოვიდა კიდევ ამ მეგობარი აქტის ახალი განცხადება. ბიჭო, ამერიკა გეხვეწება, დამეხმარე დაგეხმარო და ხალხი გაშტერებულია, ოპოზიცია დაშტერებულია, მონუსხულია, დედა აქ მოტყნული საზოგადოებას. მოგუდულია. აი რა გააკეთა ბიძინა. მოგუდულია. ამერიკა გეუბნება, მოდი დაგეხმარები და ხალხი, ოპოზიცია, აქციის ორგანიზატორები, დაბნეულები დაადიან. ვეღარ ხვდებით კაცო, რომ ტრამპი თავის დანაპირებს ასრულებს. ტრამპმა deep state ვერ დაამარცხა. თქვა ჯერ მედვედევმა, მერე ამას აყვა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, მერე ამას აყვა სერბეთის პრეზიდენტი და კახი კალოძე. ახლა 9 მაისის აღლუმი მოდის და სოფლიოს ლიდერები, ვინც აპირებდა ჩასვლას, იგივე სლოვაკეთი, მოვაკეთი, სერბეთი, სი ძინპინი, ყაზახეთი, ისა ლუკაშენკო, ყველა ავად ხდება, ყველა ცუდად არის, ყველა რაღაცა გადაუდებელი ამბავია, ეშინიათ ჩასვლა. უკრაინა შემოუთვლია სოფლიო ლიდერებისთვისო 9 მაისო აღლომზეო მოსკოვს დავბომბავთო. ეს აღლუმი არ ვიცი, დიდი ამბები ხდება მეგობრებო და ჩვენ ამ დროს ამერიკას განიხილავს მეგობარ აქ და ჩვენ აქ ერთი დროშის აწევა გვენალება, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა აქციებზე. არა გენაცვალე. სანამ არ იქნება აქტიურობა ჩვენი მხრიდან, არაფერიც არ იქნება და უნდა ვიაქტიუროთ. ეხლა როგორმე დამიჯერეთ აწი. ნატო. ამერიკამ ნატო არ დატოვა. ამერიკამ აიძულა რომ გადაიხადონ გადასახადები წევრმა ქვეყნებმა, სულ რაღაც 4 ქვეყანა იხდიდა მანამდე. ეხლა ისინიც იხდიან. საქართველოს კი დაამშვენებდა ნატოში გაწევრიანება და კაცო, იმათ მინდა უთხრა, ვისაც ეშინია ვაიმე, რუსეთით ჩამოაგდებს ბირთვულ იარაღს, ვაიმე დავიღუპეთ, ოღონდ იყოს მშვიდობა და რუსეთმა რომ ჩამოაგდოს ბირთვულ იარაღი თვითონაც დაზიანდება, გვერდზე ნატოს წევრი ქვეყნები დაზიანდებიან და მერე ნახე მაგას რა მოუვა. კარგით რა, მართლა დაინგრეს უნდა ეს რუსეთის სიდიადე. თქვენ იცით რომ 8-ში აღლუმს აპირებს დონალდ ტრამპი და ამბობს რომ ამერიკის გარეშეო ვერ დაამარცხებდაო რა არის ეს კაცო. ვერ დაამარცხებთ ამერიკის გარეშეო რუსეთი ფაშისტურ გერმანიასო. ბიჭო, დამჯერეთ რა. ტრამპი გავიძახოდი ვიღაცებმა გიჟა ჩამთვალეს, ეხლაც გიჟა თამთვლით. ეხლაც გიჟა თამთვლით ხა? რუსეთი რო ნელ-ნელა უკან იხევს და რუსეთი რო ნელ-ნელა დათმობებზე მიდის. ეს ტრამპის დამსახურებაა და შენ ვინც ანტიტრამპისტი იყავ, იმიტომ რომ ტვინი ქონა გამორეცხილი deep state-ის მიერ. ეხლა მაინც მოდი აზრზე, კაცო. შენ კი არა ბიძინა მოვიდა აზრზე და შენ ვერ მოდი ხარ აზრზე? ოპოზიციას ვეუბნები. ოპოზიციასაც შეეხება ველოდები. მოგუდული ოპოზიციიდან ვის გამოაგდებს ბიძინა ლიდერად. მე კი მაგჩები აზრი, მაგრამ ჯერ არ ვიტყვი. მაინც, ვიცი. ყველასთან კარგად ვარ, რა ვქნა. ხო და მეგობრებო, ნატო. ეხა ნატოს წევრი
მე არ ვიცი რაზე ისაუბრეს ტრამპმა და ზელენსკიმ ვატიკანის იმ ცნობილ ადგილას ორი სკამით მესამე სკამი რომ უნდა დაედგათ იმისთვის საფრანგეთის პრეზიდენტისთვის რომ ქესტუმ ბრუცუნეს გაუკეთეს მე არ ვიცი მაგრამ მე ერთი რამე ვიცი რომ საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ომში საქართველო უკრაინას გამარჯვებულია გქონდათ და მე ისეც ვიცი რომ ბატონი ბიძინა გამოსავალს ეცემს ნახოთ ვინ გამოვარდება საჩოდან როგორც ახლად გამოჩეკილი ლიდერი რა თქმა უნდა ძველი სახე იქნება ნატანჯი ოღონდაც მე არ ვიქნები აბა დროებით